მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ლუკა და დღეს მე მინდა რომ გესაუბროთ ფუნქციებზე. ფუნქციები არის ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემა, დაახლოებით 15-20 ქულას მოიცავს და ფუნქციები ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა და ეს საერთოდ ფუნქციებს რო დავინახავდი, არ მინდოდა რა ამ ჩანის გაკეთება და ამიტომ ახლა დღეს მინდა რომ ფუნქციები დაგანახოთ უფრო ადვილად რა. აი აქ რაც მიწერია ეს fx უდრის 4x + 3. ეს არის ფუნქციის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოსახულება. fx არის იგივე y. ანუ ფუნქციას აქვს თავისი input-ი და თავისი output-ი. x არის input-ი, დავუშვათ მოცემული გვაქვს რომ x უდრის 2 ამ შემთხვევაში. ჩავწერთ f2 უდრის და output-ი იქნება x რო ჩავსვათ ამ გამოსახულებაში, რომელიც მოცემული გვაქვს. ანუ ეს 4x + 3 არის რაღაცა წესი და ამ წესს ვიყენებთ input-ზე, რომ მივიღოთ output-ი. ანუ f2 უდრის 4x2 + 3. ესე იგი f2 უდრის 11. ესე იგი რა გამოდის, რომ თუ x გვაქვს 2, ამ გამოსახულების მიხედვით y გვექნება 11. ზუსტად იგივე გამოსახულებაში x-ი 2-ის მაგალითად 5 რო ქონოდა, ესე დაიწერებოდა f5 უდრის და აქ x-ი 2-ის მაგალითად ჩავსვამდით 5-ს. 4x5 + 3. ანუ f5 უდრის 23-ს. ანუ როდესაც x-ი უდრის 5-ს, y უდრის 23-ს. აუცილებელია გავთვალისწინოთ ის, რომ ერთ inputs აქვს აუცილებლად ერთი output-ი. ანუ ერთ inputs ორი output-ი ვერასდროს ვერ იქნება. ეს იყო წრფივი ფუნქცია. ახლა წრფივი ფუნქცია რო გადავაქცევთ კვადრატულ ფუნქციად, უბრალოდ აქ უნდა მოვუწოდოთ 2-იანი. ანუ ეს უკვე გახდა კვადრატული ფუნქცია. კვადრატულ ფუნქციაზეც იგივენაირად ყოველ ერთ inputs აქვს ერთი output-ი. ჩავსვათ მაგალითად 3. f3 უდრის 4x3 კვადრატში + 3. აქ აუცილებელია არ შეგვეშალოს ის, რომ გამოთვლისას ჯერ 3 უნდა ვიყონოთ კვადრატში და მერე უნდა გავუმოვლოთ 4-ს. ჯერ 4x3 და მერე კვადრატში არა. ამიტომ ეს იქნება 4x9 + 3 და უდრის 39-ს. ანუ ამ კვადრატულ ფუნქციაში, როდესაც x უდრის 3-ს, y უდრის 39-ს. კვადრატული ფუნქცია გრაფიკულად შეგვიძლია გამოსახოთ ესე. ამას ეწოდება პარაბოლა და ესე იგი რომ შევამოწმოთ რეალურად ეს გრაფიკი არის თუ არა ფუნქცია, უნდა შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი ვერტიკალური ხაზის ტესტი. ვერტიკალურ ხაზს როცა გავავლებთ, თუ მხოლოდ ერთხელ გადაკვეთს ჩვენს გრაფიკს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ნამდვილად ფუნქცია არის. თუ ერთზე მეჯერ გადაკვეთს, რაც იგივე იქნება, რომ ერთი inputs აქვს ორი output-ი. მაგ შემთხვევაში არ იქნება ფუნქცია, აი მაგალითად, აქეთ რო გავაკეთოთ ესე წრის გრაფიკი, ასე ვთქვათ. და აქ რო გავავლოთ ვერტიკალური ხაზი, ჩვენ დავინახავთ, რომ ხაზმა ორჯერ გადაკვეთა ჩვენი გრაფიკი. ეგ იმას ნიშნავს, რომ წრე არ არის ფუნქცია. ფუნქციები უფრო ადვილად რომ დავინახოთ, გეტყვით იმას, რომ ფუნქციები გამოიყენება ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადგილას, ასე ვთქვათ. აი, ძალიან მარტივად რო გითხრათ, აი მაგალითად დავუშვათ პარკინგის ფასი ღირს 3 ლარი და ყოველ 1 საათში ემატება 1 ლარი. ეგ შეგვიძლია დავწეროთ როგორც ფუნქცია და გამოვთვალოთ. აი მაგალითად 3 ლარი ღირს და 1 საათში ემატება 1 ლარი ნიშნავს იმას, რომ x უდრის 1-ს. აქ რო ჩავსვათ f1 უდრის, თუ დავუშვათ 1 საათი ვიყავით 1 + 3, მოგვიწევს 4 ლარის გადახდა. თუ ვიყავით დავუშვათ 7 საათი, ჩავსვამთ 7 + 3. მოგვიწევს 10 ლარის გადახდა და ასე შემდეგ. დღეისთვის სულ ეს იყო მეგობრებო. ეს რა თქმა უნდა 5%-იც არ არის, რაც ფუნქციებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. თუმცა დღეს უბრალოდ მინდოდა რომ მარტივად დამანახებინა თქვენთვის ფუნქციები და შემდეგ ვიდეოებში უფრო დეტალურად განვიხილოთ ამ ფუნქციებს. ამიტომ იმედია რომ
ფუნქციები არ გაშინებთ და იმედია რომ რაც თქვი მარტივად ახსენი რა. მადლობა და ნახვამდის.